მე ვარ მარიამ ლებაინიძე, კომპანია ლორუკას დამფუძნებელი 34 წლის. კომპანია ლორუკა 2019 წლიდან დაიწყო, როდესაც ძალიან შემთხვევით გადავწყვიტეთ მეგობართან საუბრისას, რომ ჩემი მომავალი მინდოდა დამეკავშირებინა ლორის წარმოებასთან. 2020 წელს უკვე შევქმნით პირველი პროტოტიპი, თუ როგორი გვინდოდა ყოფილიყო ჩვენი პროდუქცია და აუცილებელი ფაქტორი იყო ის, რომ უნდა ყოფილიყო ეს ტრადიციული მეთოდით დამზადებული. ზუსტად ისეთი, როგორიც ჩვენი წინაპრები ამზადებდნენ და იმ რეცეპტურით, რაც ჩვენ ოჯახს თაობიდან თაობას გადაეცემოდა. ამიტომ დავიწყეთ ამ რეცეპტურაზე მუშაობა და დღეს ლორუკა წარმოდგენილია ბაზარზე როგორც ერთ-ერთი ხარისხიანი პროდუქციის მწარმოებელი. იქიდან გამომდინარე, რომ მოთხოვნა ბაზარზე მზარდია, ძალიან დიდი დაინტერესება არის ჰორეკა სექტორიდან. ჩვენი მომავალი წლის წარმოების პროცესის გაზრდა იგეგმება 10-დან 15%-მდე და 2026 წელი სრულიად დაითმობა პროდუქციის წარმოების ზრდას. რაჭული ლორის უპირატესობა მის დამზადების ტექნოლოგიაშია. იქიდან გამომდინარე, რომ რაჭული ლორი არის ცივი ტექნოლოგიით დამზადებული, მისი შრობა მიმდინარეობს ბუნებრივ პირობებში, ეს მას ხდის უნიკალურს. ასევე თუ რითი ხდება შებოლვა არის ძალიან მნიშვნელოვანი. შებოლვის პროცესში გამოიყენება მხოლოდ ფოთლოვანი ხე, ან ნახერხიანი შეშა და ეს განაპირობებს იმას, რომ ჩვენი პროდუქცია და რაჭული ლორი იყოს უნიკალური. იქიდან გამომდინარე, რომ რაჭული ლორი მზადდება ცივი შებოლვის ტექნოლოგიით, იგი არ მუშავდება თერმულად. მარილი არის ერთ-ერთი პირობა, რომ მოხდეს, თქვათ, ბაქტერიულად არ მოხდეს ხორცის დაბინძურება. ასევე დეზინფექციას უკეთებს გოლი, რაც ინახავს პროდუქციას და აძლევს უნიკალურ გემოს და თვისებებს. საწარმოში შემოდის ხორცი, ხდება მისი ძვლისგან გათავისუფლება. ყველაზე გემრიელი მაინც ნეკნი არის, იმიტომ რომ ფენა აქვს, ცხიმი, ფენა აქვს, ხორცი. ესე უნდა დაისეროს. შემდეგ ცხელი მარილის დაყრა და ჩალაგება თასებში. შემდეგ ეს დამარილებული ხორცი გადადის უკვე მაცივარში და ჩერდება 2 კვირის განმავლობაში 6 გრადუს ტემპერატურაზე. 2 კვირის შემდეგ ხორცი ვიღებთ მარილიდან, მარილიან თასებიდან და ვკიდებთ შესაბოლ ოთახში, სადაც ყოვდება დაახლოებით თვე-ნახევარი 2 თვე. ყოველდღიურად იბოლება დაახლოებით 4-დან 5 საათამდე და ეს პროცესი გრძელდება 2 თვე. შემდეგ უკვე ხსნით დამზადებულ პროდუქტს და გადაგვაქვს სხვა მაცივარში, მეორე მაცივარში, სადაც მთელი წლის განმავლობაში არის ჩამოკიდებული 6 გრადუს ტემპერატურაზე და ხდება რეალიზება სურვილის შესაბამისად და მოთხოვნის. ამ 4 წლის განმავლობაში ძალიან ბევრ სირთულეს გადავაწყდით, თუნდაც ის, რომ წარმოების პროცესი გვინდოდა გაგვეთანამედროვებინა, რაც ჩვენ შემთხვევაში გამოიხატება იმით, რომ გაწმენდილი ბოლით ხდება შებოლვა და სანამ შესაბოლ აპარატს მივაკვლიეთ, საკმაოდ დიდი დრო დაგვჭირდა. ასევე ჩვენ გვინდოდა, რომ შეშა არ გამოგვეყენებინა და არ დაგვეზიანებინა ბუნება და გადავწყვიტეთ, რომ შებოლვის პროცესი ყოფილიყო ბურბუშელით ან ნახერხით, რაც მეორადი მასალაა და ბუნებას იცავს. ასევე იყო ძალიან რთული თვითონ მშენებლობის პროცესი, ფინანსების მოძიებაც საკმაოდ რთული და ხანგრძლივი პროცესი აღმოჩნდა. ჩვენ ძალიან ბევრი საგრანტო
კონკურსების გამარჯვებულები ვართ, რაც დაგვეხმარა იმაში, რომ ჩვენ ინვესტიციასთან ერთად საგრანტო პროექტების დახმარებით აგვეშენებინა ევროსტანდარტებით საწარმო, სადაც დღესდღეობით ჩვენი ლორუკა იწარმოება. ტრადიციულ ტექნოლოგიას მივყვებით ზუსტად, ერთადერთი ცვლილება არის ის, რომ შებოლვისას ვიყენებთ ნახერხს და არა შეშას. და ბოლი იწმინდება წყლით, რაც თქვათ ძველ დროს არ იყო პრაქტიკაში. შარშანდელი წელი დაეთმო ჩვენი საწარმოს მშენებლობას, 2025 წელი და 2026 წელი პირდაპირ იქნება წარმოების გაზრდაზე ორიენტირებული. უკვე 2025 წელს ამ 7 თვის განმავლობაში ჩვენი წარმოება სადღაც 10%-მდე არის გაზრდილი და ვგეგმობთ, რომ მომავალი წლისთვის ისევ გავაგრძელოთ ეს ტენდენცია და სადღაც 10-15% გავზარდოთ ჩვენი წარმოება. როგორც ქალს ძალიან რთული სექტორი მაქვს არჩეული სამწუხაროდ, საქართველოში ჯერ კიდევ არის გენდერის მიხედვით რაღაცა საქმიანობების დაყოფა. ამიტომ, როდესაც იგებენ, რომ მე რაჭული ლორის წარმოებელი ვარ და კომპანიის მფლობელი, ძალიან ალმოცერად მიყურებენ სამწუხაროდ. თუმცა მე უკვე მუშაობის პროცესში, როცა ხვდებიან, რომ მართლა ვაწარმოებ და მართლა ძალიან ბევრი გამეგება ამ სფეროში, მე უკვე ცოტა იმაშვებიან, უბებიან ესე რომ ვთქვა. როგორც ქალ მეწარმეს პრიორიტეტი გვეძლევა სხვადასხვა საგრანტო პროექტებში, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის, რადგან რამდენიმე წელია დაიწყო ქალების ხელშეწყობა სხვადასხვა საგრანტო პროექტების მიმართულებით. და არის მაგალითად რაღაც სხვადასხვა გრანტები, რომელიც მხოლოდ ქალებისთვის არის და ჩვენ მათი ბენეფიციარებიც ვართ. ნებისმიერ ადგილას, სადაც არ უნდა შევიდე, ეს არის კონფერენცია, სხვადასხვა ტრეინინგი თუ რა, როცა ხედავენ რომ მივედი, ყველას შივდება და მეუბნებიან რომ ლორი სად არის, ანუ გამარჯვებასაც არ მეუბნებიან. სამწუხაროდ და ყველა იძახის როგორ შია. დავიწყო. გამარჯობათ, მე ვარ მარიამ ლებანიძე, 25 წლის, მაინც 14 ვარ. ბაზარზე ძალიან დიდი მოთხოვნაა ლორის და გამართლა. აი ეს ბუნებრივ პირობებში. მამა What's up? უნიკალური როგორც გემოვნურად, ასევე შემადგენლობით. ან დავიჭედე. აი, საქართველო. ან მაგაფერი. 21 საუკუნეში ქალებს უფრო მეტად აპრიორი მართლა ვიჯახ, გამარჯვებას არ მეუბნებია ხოლმე, რომ შევიდა ლორუქშია.